ჩვენ საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა სამუშია გვერდება ახლა საღამოშიდობისა ბატონ ჯაბა გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონ ჯაბა, თქვენი ოპონენტები საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს რომ შეიძლება ეჭქვეშ დადგეს საერთოდ როგორ ჩატარდება ახალგაზრდა ოლიმპიური თამაშები. ისინი აცხადებენ, თქვენ გესმოდათ ახლა ირაკლი აბესაძის საუბარი, რომ მათ საკმაოდ ბევრი კითხვა აქვთ, როგორ მიდის ახლა მოსამზადებელი სამუშაოები. რას უპასუხობთ? მე ვფიქრობ, რომ კითხვები სწორედ ბატონ ირაკლის და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი არსებობს. არსებობს ის კითხვები თუ რატომ არ წლევანდელ წელს 2015 წელს მთელი ოლიმპიადისათვის საჭირო თანხების 65% დასახარჯი, რა გაკეთდა აქამდე. ბატონ ირაკლი გვესაუბრება 2013 წელს წლიდან დაიწყო ეს თუნდაც ეს პროცესები, მაგრამ მე მინდა შევახსენო თბილისელებს, შევახსენო საქართველოს მოსახლეობას, რომ გადაწყვეტილება რომ თბილისში ჩატარებულიყო ოლიმპიადა, ახალგაზრდული ოლიმპიადა მიღებული იქნა 2010 წლის ნოემბერში ბატონებო. 2011-2012 წელს თითითიძე არ იყო დაკარებული ამ მიმართულებით და ის ადამიანები, რომლებიც 2013 წლის მეორე ნახევარში მოვიდნენ მენეჯმენტში, ამ ადამიანებმა თვითონვე აღიარეს და თვითონვე გვითხრეს, რომ ფაქტობრივად მათ ფარატინა ქაღალდები დახვდათ. არც ერთი პროექტი არ იყო დასრულებული, არც ერთი პროექტთან მიმართებაში არ იყო დაწყებული მუშაობა. ეხლა საუბარი ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა იმ ჩინურ კომპანიას მიმართაც არის უამრავი შეკითხვა და თუნდაც ის რომ შენდება ამხელა ასე ვთქვათ ოლიმპიური ქალაქი და ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ასე ვთქვათ ობიექტების სწორედ ქალაქის გასაკეთებელია და ხელშეკრულება იყო აბსოლუტურად სხვა დონეზე გაფორმებული. აქ თავარი რა არის და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებამ ამის შესახებ ვთქვათ უფრო მეტი გაიგოს. ეს იყო პირდაპირ ასე ვთქვათ სურვილი საბოტაჟის, რომელსაც აწარმოებდა წინა ხელისუფლება. თვითონ ციფრები, აი რომ გააღდევნოთ თვალი, თუ როგორ იხარჯებოდა, ნამდვილად მართლა საოცარ რამეს ნახავთ. 2012 წელს მხოლოდ 760.000-ია ასე ვთქვათ დახარჯული. 2013 წელს გამოყოფილია თანხა და რა გაკეთდა კონკრეტული, რა ხელმოსაკიდეა გაკეთებული კაცმა არ იცის ამ მიმართულებით. რეალური დაიწყო ხარჯები 2014 წელს და აქაც მე არ მინდა თქვა ეს რისით მაგიდათ ბატონო ჯაბა წინა წლებში იყო თანხები გამოყოფილი დაიხარჯა ეს თანხები თუმცა პროდუქტი არ შეიქმნა ანუ გაფლანგვასთან გვაქვს საქმე შეიქმნა მაგალითად არის ობიექტი რომელზეც სადაც უნდა ჩატარდეს ახალგაზრდული ოლიმპიადა და აღმოჩნდა რომ მაგალითად პარკირება საერთოდ გათვალისწინებული არ იყო წყალმომაგანაგების სისტემა როგორ უნდა ყოფილიყო თქვა გამართული არ იყო გათვალისწინებული პროექტები არასრული ნახევარ ფაბრიკატებთან გვაქვს ჩვენ საქმე მაგრამ თავარი არ არის თავარი არის პირდაპირ ასე ვთქვათ თვალებში ნაცარი შეყრა რაც ახლა ჩემი კოლეგა აკეთებს როცა მეუბნება რომ თურმე 50 მილიონი რომელიც უნდა გამოყოფილიყო თბილისის ბიუჯეტისთვის თუ ეს 50 მილიონი უნდა ყოფილიყო მიმართული ოლიმპიადისათვის მე არ მინდა ამ სიტყვის ხსენება მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ტყუილი იმიტომ რომ ეს 50 მილიონი თავის დროზე 2014 წლის მარტში იყო ჩადებული ბიუჯეტში ეს იყო იმ 785 მილიონში ნაგულისხმები და ამ 785 მილიონიანი ბიუჯეტში, სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში, საკრებულოში, გათვალისწინებული იყო ოლიმპიადისათვის 23 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ. და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ 2 მილიონი კიდევ დაუმატეთ აი ამ ასე ვთქვათ თანხას. არსებობს იმ პერიოდის მთავრობის გადაწყვეტილება. დიახ და ბატონო ჯაბა, ახლა ეს 10 მილიონი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი ქართულ აძლევს თბილისის ბიუჯეტს, ეს რა აუცილებლობა იყო ამ თანხის აფიქსების? მე საერთოდ ახლა პირდაპირ გეტყვით რომ ცოტა უკვე ეს ამაზე სერიოზულად საუბარი ცოტა გაჭირდება, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელთა მიმართ არსებობს უამრავი შეკითხვა, რომელთა დროს უამრავი ფული არამიზნობრივად იყო გათვალისწინებული, ეს ადამიანები ჩვენ გვეკამათებიან იმას, რომ საერთაშორისო ფონდმა ქართულ 10 მილიონი ქალაქს აჩუქა და ქალაქს აჩუქა იმ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც ოლიმპიადისთვის საჭირო. მაგალითად, იგივე თბილისის ზღვაზე გზის გასაყვანად 5 მილიონი, სხვადასხვა სპორტული ობიექტებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქციისათვის. ახლა საუბარი აქ არის იმაზე, რომ ადამიანმა ამ კომპანიამ და ამ საერთაშორისო ფონდმა 10 მილიონი გამოყო ქალაქისათვის. ეს არის საჩუქარი, ეს არის გრანტი ქალაქისათვის. ახლა მე არ მესმის, იცით, ამაზე როგორ შეიძლება ახლა ვისაუბროთ. ბატონო ჯაბა, ახალგაზრდული ოლიმპიადა 26 ივლისს უნდა დაიწყოს. რამდენად მიდის სამუშაოები გეგმის მიხედვით? ელოდებით თუ არა რომ ობიექტები აუცილებლად ჩაბარდება იმ ვადაში, რომელიც არის დათმობილი?
ბატონო სწორედ ამაზეა საუბარი. აი ეს შეკითხვა მე ვფიქრობ ჩვენ კოლეგას უნდა დაუსვათ და ჩვენ კოლეგის მიმართ იყო დასასმელი, როდესაც აღმოჩნდა რომ ოლიმპიადამდე 4 თვით ადრე ფაქტობრივად ჩვენ იძულებული ვართ აი ეს სამუშაოები ჩავატაროთ. კი მაგრამ წინა წლებში რა კეთდებოდა? ეხლა ტყუილი როცა საუბრობს თურმე 13 წელს საკრებულოში უმრავლესობა რო შეიქმნა ეს იმას ნიშნავდა მერიასთან მიმართებაში რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონდა. მეცაც გეტყვით მერის მაღალჩინოსნები საკრებულოს საერთოდ არ დადიოდნენ კიდევაც და არავინ არ ეკითხებოდა საკრებულოს იმ დროს როგორ ხარჯავდნენ მერია და როგორ ხარჯავდა მერია ფულს. აქედან გამომდინარე ეს არის აბსოლუტურად ესა თქვა ცდელობა იმისა ვითომ რაღაცა კენჭი გადმოაგდოს ჩვენს მხარეს არა ეს მე პირდაპირ შემიძლია თამამად გითხრათ რომ ფაქტობრივად ოლიმპიადა ის რომ არ ყოფილიყო მობილიზება ცენტრალური ხელისუფლების და ცენტრალურ ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი რესურსი გამოყვა ამისათვის არ ყოფილიყო საერთაშორისო ფონდ ქართულსგან მობილიზება აღნიშნული თანხისა და ეს საჩუქარი არ ქონოდა თქვა ამ შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტს ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვექნებოდა ოლიმპიადის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად იმიტომ რომ ამ მიმართულებით და ალბათ როგორც კი ჩაიმლის ეს ოლიმპიადა საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად უნდა გავიაროთ თითოეული დეტალი როდის დაიწყო სამუშაოები რატო დაიწყო პროექტირებები ხასმი უნდა გაუსვა პროექტირებები 2013 წლის მეორე ნახევარში რატო არაფერი კეთდებოდა მანამდე რატო იყო აი ესეთი ეს ვთქვათ დაგვიანებები ეს არის ყველაფერი და ამაზეა უპირველესად კითხვები გასაცემი ხა საუბარი თურმე იმაზე რომ გრანტს რატო გვაძლევენ და თურმე ამაში თურმე რაღაცა პრობლემებია თქვა პრობლემებს ხედავს ჩვენი კოლეგები მე ამაზე სერიოზულად როგორ უნდა ვისაუბრო როგორ შეიძლება გასაგებია ბატონო ჯაბა როდესაც ადამიანები ფულს იპარავდნენ იმ ხელისუფლებას წინა ხელისუფლების პერიოდში და აქ არის საუბარი საჩუქარზე 10 მილიონი ქალაქს უნდა მოხმარდეს ქალაქის ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს და ერთი წამით დავამატო ბატონმა ირაკლი თურმე 10 მილიონი უნდა ასე ვთქვათ მოაკლდეს ინფრასტრუქტურას სხვადასხვა საკანალიზაციო სისტემას პირიქით ბატონო ირაკლი ეს აჩუქარია ეს პირიქით უნდა მოხმარდეს ქალაქს ეს არ იყო გათვალისწინებული გამომდინარე იქიდან რომ იყო დამატებითი რესურსები საჭირო მარტის დასაწყისში ქალაქის მერმა მიმართა საერთაშორისო ფონდ ქართულს რომ გარკვეულწილად ეს ორგანიზაციაც ვთქვათ შეხიდებოდა ოლიმპიადის მომზადებას და დაახლოებით მარტის მიწურულს მოვიდა ოფიციალური წერილი სადაც თანხმობა იყო განცხადებული რომ 10 მილიონით ფონდი ქართულ დაეხმარებოდა ქალაქს და მის ინფრასტრუქტურას ეს რეალობა მე მართლაც ვერ გავიგე დღეს ჩემი კოლეგების ასე ვთქვათ დემარშია ადგომა დარბაზის დატოვება მე ისეთი შტაბეჭდილება მჩება რომ ჩემ კოლეგებს რაღაცა არ უხარიათ რომ ქალაქში რაღაც კაი გაკეთდება და გასაგებია ბატონო ჯაბა დიდი მადლობა იმისთვის რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა წარმატებებს გისურვებთ ჯაბა სამუშია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში